მოგესალმებით, ტრადიციულად 4 შაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ რადიო სივრცის ეთერში გადაცემა ბიზნეს ინსაიდერი, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ეკონომიკის, ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე, აკტუალურ გამოწვევებზე, როგორც ყოველთვის, საინტერესო სტუმართან ერთად, თუმცა ბუნებრივია, ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენთ, ასევე ტრადიციულად ავაკეთოთ მიმოხილვა მიმდინარე პერიოდის აქტუალური ეკონომიკური საკითხების, თქვენ საინფორმაციო გამოშვებიდანაც შეიტყვეთ ინფორმაცია, რომელიც სულ ახლა ხანს დღევანდელი გავრცელებული ინფორმაცია, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა 8 ადგილით, 25 ადგილს იკავებს 165 ქვეყანას შორის, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, უსწრებს ევროკავშირის 17 ქვეყანას, აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე, სადაც გამოკვეთილი ლიდერია ამ კუთხით და საინტერესოა თვითონ შეფასების კომპონენტები და რამოდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ამ კუთხით, რომელიც უკავშირდება მათ შორის საგადასახადო სისტემას და საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს, სხვა შორის აქ უნდა აღინიშნოს, რომ გამოვიწყდა გამოკვეთილად აღმენიშნა, რომ ეს არის ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევა, თუმცა ასევე ჩვენ ვიცით ეკონომიკური თავისუფლების ნაწილში Heritage Foundation-ს, Heritage-ის ფონდის კვლევა, სადაც ასევე როცა გადასახადებზე ლაპარაკი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს ამ კუთხით. ბუნებრივია, აქ ასევე მნიშვნელოვანია საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან, ასე ვთქვათ, ხომ არა აქვს ზედმეტი ხარჯები ქვეყანას და ამ კუთხით ითვლება, რომ საქართველოში მთავრობის ზომა არის უფრო მეტად ოპტიმალური, ისევე როგორც საქართველოს არის ძალიან გახსნილი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ, როგორც ფრეიზერის ინსტიტუტი, ისე Heritage Foundation-ი მანამდე ამას აღნიშნავდა და ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ უკვე Heritage-ის ფონდის შემდგომ კვლევას, რაც შეეხება ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებას, რაც ასევე მიმზიდველს ხდის ქვეყანას და როდესაც ჩვენ ზოგადად საუბრობთ ხოლმე და ყოველთვის აღნიშნავთ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს შუადერეფნის წამყვანი ქვეყანა, ამ კუთხით ვაჭრობის თავისუფლების ნაწილის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ დავაკვირდებით ვითარებას და ეს აღვინიშნავს ჩვენ, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთის მხრივ აქვს თავისუფალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, მეორეს მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება EFTA-სთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება DST-ს წევრ ქვეყნებთან, ცალკე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკრაინასთან და ცალკე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან. ჩამში ჩვენ ვსაუბრობთ 2 მილიარდზე მეტ ბაზარზე, ანუ საქართველოს შეუძლია ამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია გაიტანოს 2 მილიარდზე მეტ ბაზარზე, რაც მოგიხსენებათ საკმაოდ მნიშვნელოვანი და სოლიდური მაჩვენებელია ამ თვალსაზრისით. და კიდევ ერთხელ, როცა საუბარია შუადერეფნის მნიშვნელოვან ქვეყანაზე, ცხადია ამ შემთხვევაში საქართველოს ამ კუთხით ქმნის მნიშვნელოვანი ტიპის უპირატესობას. თუმცა, ბუნებრივია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაზე, აქ კიდევ უფრო საინტერესო ფაქტები გქონდა გასული ერთი კვირის განმავლობაში, მათ შორის ბოლო იყო გუშინდელი, მოგეხსენებათ, რომ 4 ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკი ყოველთვის აფასებენ ქვეყნებს, განსაზღვრავენ მათი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, ანუ საუბრობენ თუ როგორი იქნება და აკეთებენ, ასე ვთქვათ, გათვლებს თუ როგორი იქნება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. აქ არის საინტერესო ერთი დეტალი, რომ ჩვენ ნახეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ამ კუთხით, რომელიც სულ რამოდენიმე თვის წინ იყო, այս ბოლო ივნისის პერიოდში, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუუმჯობესა, ანუ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუზარდა 6%-დან 7.2%-მდე, ანუ ეს იყო ახლა, ასე ვთქვათ, მაისის შემდგომ პერიოდში, რაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა, კიდევ 3 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. აქვე წინასწარ ვიტყვი, რომ ჩვენ ველოდებით მსოფლიო ბანკის შეფასების გადახედვას უკვე ოქტომბრისთვის, როდესაც გაიმართება
მსოფლიო ბანკის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრა მაქსიმუმ ამ პერიოდისთვის იქნება, თუ მანამდე არ იყო, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის ოქტომბრის ბოლო პერიოდი, ანუ უახლოეს დღეებში ველოდებით ამ ნაწილს, ან უშუალოდ ყოველწლიურ შეხვედრებზე, ან რამოდენიმე დღით ადრე, თუმცა მანამდე, ესე იგი დარჩენილი ორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს რაც შეეხება, სულ რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის შეფასება და ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკმა და ბანკის პროგნოზი და EBRD-მ ამ შემთხვევაში განსაზღვრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და გაზარდა ის ასევე 6-დან 7%-მდე, ანუ 1% აქაც დაამატა EBRD-მ. თან არ უნდა დაგვაუწყოს, რომ ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკი არის ევროკავშირის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ევროპის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და თუ ჩვენ შევხედავთ ამ 1%-იან მატებას და ეს 1%-იანი მატება იყო თებერვლის შემდგომი გადახედვა. ანუ თებერვალში EBRD ამბობდა, რომ საქართველოს 6% გაიზრდებოდა, ხოლო დააკვირდა რა ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს და მაჩვენებლებს უკვე EBRD-მ ამ შემთხვევაში სექტემბერში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდებოდა 7%, მაგრამ გასული წლის სექტემბერშიც ჰქონდა EBRD-ის შეფასება გაკეთებული საქართველოს ეკონომიკის შესახებ და თუ ჩვენ ავიღებთ ჯამურ მატებას გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, EBRD-ის გათვლებით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ჯამში 2.4% გაიზრდება, ანუ მათი პროგნოზისთან მიხედვით, მათ პროგნოზი გაზარდეს 2.4%-ით, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ანუ ჯერ EBRD-მ გაზარდა გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლამდე 1.4%, ხოლო მას კიდევ 1% დაუმატა, რაც კიდევ ერთხელ არის მნიშვნელოვანი აღიარება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და უკვე გუშინ ზუსტად დილის 9 საათზე ჩვენი დროით ჩვენ ვნახეთ აზიის განვითარების ბანკის შეფასება ADB-ის შეფასება და აზიის განვითარების ბანკმა ასევე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 1%, კვლავ 6-დან ამ შემთხვევაში 7%-მდე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბუნებრივია იმ დროს, როდესაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, როგორც ADB-მ, ანუ აზიის განვითარების ბანკმა, ისე EBRD-მ ჩვენ მეზობლების შემთხვევაში მოლდოვის მაჩვენებელი, უკაცრავად სომხეთის მაჩვენებელი დატოვა და გადავალ მოლდოვის მაჩვენებელზე, სომხეთის მაჩვენებელი დატოვა იგივე, ხოლო აზერბაიჯანს შეუმცირდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ EBRD-ის შემთხვევაშიც და ADB-ის შემთხვევაშიც. ხო, ნუ აზიის განვითარების ბანკის შემთხვევაში მოლდოვა უკრაინას როგორც კანდიდატ ქვეყნებს ამ ნაწილში ბუნებრივია არ აფასებს, თუმცა EBRD-ის ცხადია, ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის ცხადია აქვს ეს შეფასება წარმოდგენილი და ამ შეფასების თანახმად შეუმცირდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არა მარტო მეზობელ აზერბაიჯანს, არამედ შეუმცირდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სწორედ კანდიდატ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში მოლდოვას და უკრაინას. უბრალოდ კიდევ ერთხელ ხაზი გაუწვა საქართველოს ძალიან მდგრად პოზიციებს აღნიშნულთან დაკავშირებით. ანუ რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბარი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში, ჩვენ ვნახავთ სიტუაციას, რომ საქართველოს დიდი 4-ულიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დიდი 4-ულიდან გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ანუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ 4-ვემ გაუზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, უბრალოდ განახლებას ჩვენ ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის ვნახავთ კიდევ ერთხელ ოქტომბერს, მაგრამ მანამდე ოქტომბრამდე გადახედვამდე მსოფლიო ბანკს აქვს გაზრდილი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მათ შორის გასული უпроსტად მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც იყო ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრა, ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთხელ მსოფლიო ბანკის გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს EBRD-ს და ADB-ს ამ შემთხვევაში მათ მიყოლებით ივნისი, შემდეგ უკვე სექტემბერში გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და მაჩვენებლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყანაში სტაბილურობას და მოლოდინებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, რომ ეკონომიკა გაიზრდება. ამ ასობაში ბუნებრივია საინტერესოა რაც გვეუბნება საქსტატი, ჩვენ გუშინდელი გამოქვეყნებული მაჩვენებლები ვნახეთ, სადაც ასევე 8%-მდეა ჯამში, თუ ჩვენ ავიღებთ 7.9%-ია მიმდინარე წლის 8 თვის მაჩვენებლებს, ანუ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე ამ შემთხვევაში რეალური ზრდის მაჩვენებელი აღემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ განსაზღვრულ პროგნოზს. და ეს ლოგიკურიც არის, კიდევ ერთხელ როცა ლაპარაკია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან 7%-ზე, IMF-ის მხრიდან 7%-ზე,
ეს ყოველთვის ნიშნავს კონსერვატიულ მიდგომას. ანუ როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთგვარად თავს იზღვევენ ხოლმე პროგნოზიდან გამომდინარე, შედარებით მოკრძალებულ პროგნოზს აკეთებენ და ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე როგორც წესი ქვეყნის მხრიდან საქართველოს кейსი ნამდვილად ამის მაგალითია გასული წლის წინა რამდენიმე წლის როგორც წესი ფიქსირდება ხოლმე უფრო მაღალი ეკონომიკური და მათ შორის თუ ჩვენ ავიღებთ ადგილობრივ ანალიტიკურ ორგანიზაციებს მაგალითად გალთენ-თაგარტმა ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები უფრო მაღალზე დააფიქსირა ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. ბუნებრივია ამ ყველაფერს ვნახავთ, შევხედავთ დინამიკაში უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ ყურადღებით ველოდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვნახეთ სოფლიო ბანკის კვლევას, სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებზე, რომელიც ასევე გაიმართება შეერთებულ შტატებში და კიდევ ერთხელ ყველა ის პროგნოზი, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი, რომ ვითომ რაღაცა ეკონომიკის ვარდნა უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ, ბუნებრივია ძალიან ღიმილის მონგრელია ამ ნაწილში. ხო, ასევე შეფასებულია პროცესი, რომელიც შეეხება ინფლაციურ ნაწილს და ინფლაცია როგორც წლის დასაწყისშივე იყო დაანონსებული მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან 4%-ია ახლა, ანუ მიზნობრივი მაჩვენებლივ ირგვლივ ტრიალებს ხადია ეკონომიკური ზრდას, მაშინ აქვს სრულფასოვანი აზრი თუ რა თქმა უნდა მაღალი ინფლაცია არ იქნება და ამ შემთხვევაში ეს ის ვითარებაა, როდესაც ჩვენ ვახერხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას დაბალი ინფლაციის პირობებში. და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ბუნებრივია ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი დარგები არის, ასე ვთქვათ, ქვეყანაში, რომელთა ნაწილი დიდ როლს თამაშობს ეკონომიკური ზრდის ნაწილში, ნაწილს გააჩნია უფრო დიდი პოტენციალი, რომ ითამაშოს უფრო, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი როლი გასულ პარასკევს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ეგიდით გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ბიზნეს წრეებს შორის, ისევე როგორც შემდგომ გაიმართა პანელი ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს და კერძო სექტორს შორის, მქონდა პატივი ყოფილიყავი აღნიშნული პანელის მოდერატორი, საქართველოს ეკონომიკის ანალიტიკური განვითარების მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო წარმოდგენილები სახელმწიფო სექტორის მხრიდან. იყო ბევრი საინტერესო მსჯელობა ამ კუთხით, ყველა ის საკითხი, რომელიც ბიზნესს აწუხებს, რაც მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის გრძელდება. სწორედ იქ იყო საუბარი მთელ რიგ დარგებზე, რომლებიც შესაძლებელია უფრო მეტის შემქმნელი იყოს მთლიანში და პროდუქტში, მეტი წილის განსაზღვრული იყოს მთლიანში და პროდუქტში, მათ შორის ბუნებრივია შეეხება მაგალითად ენერგეტიკის მიმართულებას, ტრანსპორტს, აწყობებას, თავისთავად ცხადია მშენებლობას. თუმცა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, გავაკეთილად და სტაბილურად მზარდ სექტორს ბუნებრივია არის ტურიზმი, სწორედ ტურიზმი და საკითხი, რომელზეც ჩვენ გვინდა რომ დღეს ვილაპარაკოთ, ქალბატონი ნატა კვაჭანტირაძე, წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონო ნატა, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში, რადიო სივრცეში მობრძანებისათვის და რა თქმა უნდა, თქვენთან საუბარი და თქვენი ინტერვიუ ყოველთვის საინტერესოა, დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ყველა მნიშვნელოვან საკითხს მიმოვიხილავთ ამ კუთხით. ვისაუბრებთ ტურიზმზე, ცხადია, ჯამშიც, კონკრეტულ кейსებზეც და სწორედ ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ არაერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის გახსნა, მაშინ ვნახეთ მათ შორის გუშინ. ვიყოფებოდით სწორედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტის გახსნაზე, პარაგრაფი თაბორი, რომელიც 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდა, მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი იყო ამ კუთხით და ზოგადად რომ შევაფასოთ მათ შორის ეს პროექტი, რომელიც ვახსენეთ, სხვა პროექტები, რამდენად ეს ვთქვათ სტიმულია ზოგადად ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის და ინტერესებისთვის. დიახ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე, პირველად პირდაპირ წესით შეგვიძლია მიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სჭირდება ტურიზმს და ტურისტს აუცილებლად სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სტუმართ მასპინძლობის მიმართულებით, ზოგადად ჰორეკა სექტორის მიმართულებით, რაც ზოგადად ჰორეკა სექტორი ძალიან მნიშვნელოვან წელს თამაშობს ტურიზმის ნაწილში და თავისთავად როცა ჩვენ თავაზობთ ჩვენს მომხმარებელს როგორც
სხვა კატეგორიის ასე ვთქვათ ობიექტებს, შეიძლება იყოს სასტუმრო, რესტორანი თუ ასე შემდეგ. ძალიან აქტიურად არის ასევე ღვინის მიმართულებით მარნები და საოჯახო ზოგადად ბიზნესები ჩდება ჩვენს რეალობაში. ასევე მნიშვნელოვანია მაღალი კატეგორიის ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, სასტუმრო, რომელიც პირდაპირ შესაძლებლობას გვაძლევს უფრო ასე ვთქვათ მაღალ სეგმენტზე გავიდეს ტურისტული კომპანია და თავისთავად როცა ამ ხელა დანახარჯები კეთდება საერთაშორისო ბაზრებზე მათის მხრიდან, რომელიც სიტუაციებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, პრეზენტაციების გამართვას ამა თუ იმ ქვეყანაში, თავისთავად უნდა არსებობდეს ესე ვთქვათ შესაძლებლობა შეთავაზების ჭრილში, როგორც დაბალი კატეგორიის, ასევე მაღალი და ესე ვთქვათ უმაღლესი კატეგორია, რომელიც ლაქშერი ესე ფორმით მოიაზრება შეთავაზებისთვის, რაც დამატებით სტიმულს აძლევს ბიზნესს მოზიდვის ნაწილში, ტურისტების მოზიდვის ნაწილში, უფრო ძლიერი პარტნიორების გაჩენის ნაწილში და ძალიან მისასალმებელია, როცა ესეთი ობიექტები ჩდება ასევე რეგიონებში, რადგანაც რეგიონს ჭირდება, ნებისმიერ რეგიონს ჭირდება სტიმული, წახალისება, დიახ, არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში მხოლოდ თბილისზე ფოკუსირება და როგორც ჩვენთვის ესე ვთქვათ ინფორმაციულად ხელმისაწვდომია ჩვენს ასოციაციაში ბევრი ესე ვთქვათ სასტუმროს მართვის კომპანიებია გაწევრიანებული, ისინი ძალიან ფოკუს ახდენენ რეგიონებზე, გადაბალანსება ხდება ზოგადად მშენებლობის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და ზოგადად შექმნის ჩვენს რეგიონებში, ძალიან კარგი მაგალითები არსებობს ამის და ძალიან მისასალმებელია, როცა თვითონ ინვესტორი ცდილობს რეგიონის, ასე ვთქვათ, გამოცოცხლებას ტურისტული კუთხით. კი ბატონო, ეს მართლა ძალიან საინტერესოა, ვინაიდან რეგიონულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელსაწყოდია და ასევე ადამიანებს, რომლებიც არიან რეგიონებში და ამ სფეროში საქმდებიან, ახლა ტურიზმი მართლაც ისეთი სფეროა ძალიან კარგი გაგებით, გადამდები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კარგების განვითარების და არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ამა თუ იმ ტურისტული მიმართულების განვითარებამ რამდენად ვთქვათ გამოაცოცხლა ვაჭრობა, ხორეკა, ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მიმართულება. მთლიანობაში აი თქვენ აღნიშნეთ მათ შორის ეს მაღალ შემოსავლიანი ლაქშერი ტურიზმის ნაწილი გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა გახსნის დროს, სწორედ გახსნით სიტყვაში, რომ საქართველოს ნაშედლობს და მომსახურობს ყველას მაღალ შემოსავლიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, ზურგჩანთით შემოსული ტურისტით, დამთავრებული ამ პირიქით მათით დაწყებული მაღალ შემოსავლიანი დამთავრებული. აი დღეს რომ შევხედოთ ზოგადად აი მათ შორის საუბრობ ტურიზმის როლზე ეკონომიკაში, რამდენად დივერსიფიცირებული გვაქვს ბაზრები აი მათ შორის აი ტურისტების ნაწილში, ვინაიდან ამაზე შესახებაც სულ არის ხოლმე საუბარი და ხშირად გვესმის ტერმინი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტი. დიახ, ძალიან ხშირად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში, რომ ეკონომიკის მთავარი ხაზი გადის ტურიზმზე და თავისთავად ტურიზმი გახლავთ ის მიმართულება, რომელსაც ებმის, ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებები, როგორც დარგების კუთხით, ასევე ტურიზმი ეყარება ძალიან ბევრ სხვა მიმდებარე, ასე ვთქვათ, გვერდით დარგებს და თავისთავად ძალიან მკვეთრად არის დამოკიდებული ინფრასტრუქტურა იარსებობს, თუ კი არ არის სოფლის მეურნეობა გამართული, თუ კი არ არის ზოგადად საგზაო ინფრასტრუქტურა და ესე შემდეგ და თავისთავად მაღალმხარჯველი ტურისტი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია, მაგრამ მე პირადად ხშირად მიწევს იმის აღნიშვნა, რომ ამ ინიციატივის უკან არის სხვა გამოწვევები, თამდები გამოწვევები, რომელიც პარალელურ რეჟიმში უნდა მოგვარდეს, რა თქმა უნდა. და ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ, როგორც საჯარო სექტორთან, ასევე კონკრეტულად იმ ძირითად მიმართულების და დაინტერესებულ მხარეებთან, ვისაც ზოგადად ეხება ამ საკითხების, როგორც ეს შეიძლება იყოს განათლების სფერო და ესე შემდეგ. და როცა ჩვენ საუბრობთ სწორედ მაღალმხარჯველზე, ამ თამდევი გამოწვევების ფონი არის ის, რომ აქ გჭირდება სწორი განათლება, სერვისზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესება, ხარისხის დახვეწა ტურიზმში ზოგადად და თავისთავად მაღალმხარჯველი ტურისტი ვინ არის? თუ ჩვენ საუბრობთ უმაღლეს კატეგორიაზე, რა თქმა უნდა, ამ კატეგორიის მომხმარებელი გამოირჩევა ძალიან ესე ვთქვათ ფუფუნებაში გადასული შეთავაზებებით, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ზუსტად მხარჯველუნარიან მოხმარებას, როდესაც საუბარი მიმდინარეობს და განვიხილავთ ამ საკითხებს, აქ მხოლოდ ელემენტარული გამოსწორების საკითხები უნდა დადგეს, რომელიც უკავშირდება სერვისის დონის გაუმჯობესებას, დასაქმებულთა
ესე ვთქვათ, ხარისხობრივ მაჩვენებელს განათლების დონეს სწორად განისაზღვრება პროფესიულ კოლეჯებზე გადის და აქ ძალიან ბევრი ინიციატივები ჩნდება, სწორედ რომელიც მიბმულია სწორ ინფრასტრუქტურასთან და რამდენად სწორად მართავთ ჩვენ განათლებას და ძალიან ბევრი თანდების საკითხებია, რომლის ეტაპობრივად ჩართულობა, როგორც ასოციაციის მხრიდან, ასოციაციის წევრები ძალიან ინტენსიურად, ესე ვთქვათ, ვსჯელობთ იმაზე, თუ როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია და ამას განვიხილავთ ასევე ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რადგანაც ეს კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მარტო კერძო სექტორი ვერაფერს ვერ გადაწყვეტავს, თუ მხარდამჭერი მექანიზმები არ არსებობს. და ჩვენი ასოციაციის ჭრში ხშირად გვაქვს მიმართვიანობა, ხშირად საუბრობთ ამ საკითხებზე, სხვა ტიპის ღონისძიებებს მართავთ სწორედ კერძო საჯარო დიალოგის ფორმატში და საკმაოდ საინტერესო ინიციატივები შემოდის, რაც გვეხმარება ჩვენ სექტორს, განსაზღვროთ პრიორიტეტები, განსაზღვროთ სამმავლო ხედვები განვითარების როგორც ბიზნესებმა და ასოციაცია არის კერძო ბიზნესების ორგანიზაცია და შესაბამისად ნებისმიერი კერძო სექტორი შეიძლება იყოს ტურისტული კომპანია, სასტუმრო, სხვა დივერსიფიცირებული ასოციაციის წევრებიც თავისთავად და ყველაზე მორგებულ, ესე ვთქვათ, ინიციატივებს ვაჟღერებთ სწორედ როცა ესეთი დიალოგის ფორმატები ჩნდება. თქვენ ნამდვილად ყველა ძლიერი ასოციაციებს ბრძანდებით ამ კუთხით და ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე თქვენთან და თქვენ წევრებთან საუბარი, თქვენი წევრების აზრების მოსმენა. უცებად მინდა აღვნიშნო, რომ პარასკევს სწორედ რაც იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ამჯამურად დიდი შეხვედრა ბიზნესთან, სადაც იმ პანელზე, სადაც მე მოდერატორი ვიყავი, კაპიტანი მარიამ ქრუშული, საქართველოს ეკონომიკის სამართლიანი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯამურად რომ განაზოგადა კაპიტანი მინისტრმა აღნიშნა, რომ ის სექტორებთან ერთად იმუშავებს საერთო სტრატეგიის განსაზღვრას და ბუნებრივად თქვენ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ერთმანეთს გაუგოს, ასე ვთქვათ, სექტორმა და კი, რა თქმა უნდა, ზოგადად ახლა მალე დაიწყება ზოგადად ქვეყნის ტურიზმის მომდევნო 10 წლიან სტრატეგიაზე მუშაობა და ძალიან შესაძლებელია, რადგანაც ნამდვილად გვჭირდება გახალისება ზოგადად და ესე ვთქვათ, განახლება იმ ინიციატივების, რომელიც გასული წლის სტრატეგიაში, გასული წლების სტრატეგიაში იყო ასახული, ახლა გვჭირდება სხვა ხედვა, უფრო ინოვაციური, უფრო სერვისზე ორიენტირებული და შესაბამისად ამაში ჩვენი ასოციაციაც ძალიან ინტენსიურად იქნება ჩართული. რაც შეეხება ასოციაციის შიგნითაც მუშაობთ ჩვენი ასოციაციის ახალი სტრატეგია იქნება, რომელზეც თვითონ წევრები არიან ჩართული და ეს ძალიან გვახარებს, რადგანაც მათი ინიციატივა არის, რომ შემოიტანონ ნებისმიერი ინიციატივა, რაც მათ დაეხმარება როგორც ასოციაციას ეს გააძლიერებს და წევრების ესე ვთქვათ შესაძლებლობებზეც, რადგანაც ძლიერი ორგანიზაცია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და ასოციაციაც ასევე უნდა იყოს წევრებიდან გამომდინარე ძლიერი, რადგანაც ის ინიციატივები, რაზეც ახლა საუბრობთ, ახალი სტრატეგია და ესე შემდეგ სწორედ ძლიერი ორგანიზაციების მუშაობის შედეგად შეიქმნება. კი ბატონო, და მართლაც ახლა ადვილი არ არის ესეთი ძლიერი ასოციაციის ფორმირება, ეს ნამდვილად შეძლებთ, იმიტომ რომ შეთხდება ხოლმე სხვა ინტერესების გაჩენა, მაგრამ მე ვხედავ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან სტაბილურად მიდიხართ. მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. გავიდა ზაფხულის სეზონი, ასე ვთქვათ, ხავერდოვანი სეზონიც მილევის ფაზაშია თუ არ მიილია და რომ შევაფასოთ როგორი ზაფხული იყო, ასე ვთქვათ, რა ვითარება გვაქვს, ჩვენ რამოდენიმე თქვენი განცხადება ვნახეთ ამასთან დაკავშირებით, საუბრობთ პოზიტიურ მოლოდინებზე და ასე შემდეგ. რა ვითარება გქონდა ზაფხულში, ასე ვთქვათ, და რა გვაქვს გამოსასწორებელი, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ მზად შემდგომი. ფაქტია, მზად ციფრებს ხედავთ, მაგრამ ბუნებრივია ამას ჭირდება მზადყოფნად სათანადო. ზოგადად რაც შეეხება ნებისმიერი მოლოდინი, რომელიც უკავშირდება სეზონს თავისთავად, ეს არის ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ბიზნესი თავისი, ესე ვთქვათ, მუშაობის შედეგს იღებს, ხო? ეს სეზონებიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანაში აქტიური სეზონია ზაფხული, შემოდგომის ნახევარი, შემდეგ მის სამთრის კურორტები და უკვე ამის შემდეგ იგი განკუთვნილ შემოდგომის ნახევარიც გვაქვს, ხო? აი სხვა მარტო კახეთში. რა თქმა უნდა, ზოგადად ზაფხულის სეზონი წელს
წევრებზე დაყნობით შემიძლია გითხრათ, წარმატებით გავიდა და მოლოდინი გვაქვს სტატისტიკაშიც დადებითად აისახება, რაც შეეხება ვთვლი რომ ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს ბიზნესებმა და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ესე ვთქვათ მომავალი განვითარებისთვის, რადგანაც ბიზნეს მუდმივად ჭირდება როგორც სტიმულები, ასევე ჭირდება იყოს მუდმივად მოქმედებაში და თავისთავად ის ყოველთვის ცდილობს გაუმჯობესოს თავისი ბიზნეს შესაძლებლობები უამრავ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ სწორედ ამ პერიოდებისთვის, ანუ სეზონებისთვის მოიზიდოს მომხმარებელი ჩვენს ქვეყანაში, მუშაობს სხვა ქვეყნებში და თუმცა არსებობს კომპანიები, რომლებიც ფოკუსირებულია მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ან ერთ მიმართულებაზე და თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს კოლაბორაციული თანამშრომლობა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ადგილზე უნარების გაუმჯობესების ნაწილში იყოს ძალიან დაბალანსებული და თავისთავად ამაში ძალიან დიდი რესურსი როგორც ასოციაციის, ასევე თვითონ ბიზნესების მხრიდან აქ საუბარია როგორც პატარა ზომის კომპანიებზე, ასევე მსხვილ ბიზნესებზე, რადგანაც მსხვილი ბიზნესმა შეინარჩუნოს დღეს ის პოზიცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში დიდ წელს თამაშობს, ძალიან მნიშვნელოვანია ის იზრდება, ზრდის სხვადასხვა შეთავაზებების ასპექტს და თავისთავად ეს ძალიან მისასალმებელია, რადგანაც ბიზნესის ნებისმიერი ქმედება, განსაკუთრებით ტურიზმი, მოგეხსენებათ როგორც სენსიტიურია, დამოკიდებულია უამრავ რყევებზე, როგორც პანდემია როგორ შეეხო და როგორ გადაძლია თვითონ ტურიზმის ინდუსტრიამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გარდამტეხი პერიოდი გაიარა. თუ ავიღებთ დარგებს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულად შეეხო ტურიზმის ინდუსტრიას, რადგანაც აქ მარტო ის, რომ ტურისტული კომპანია დაიხურა, არ არის აქ მთელი ჯაჭვი, ასე ვთქვათ, ბიზნესების აღმოჩნდა ძალიან დიდი გამოწვევის პერიოდი, ასე ვთქვათ, ქვეშ და ძალიან კარგია, რომ დღეს ეს პერიოდი გადავლილია, უფრო მეტი мотиваცია აქვს განვითარების და მთავარია შენარჩუნდება ის სტაბილური მშვიდი გარემო, რაც ხაზს შეუწყობს ბიზნესს კიდევ უფრო განავითაროს თავის შესაძლებლობები. კი ბატონო და რამდენჯერმე ვახსენეთ ქვეყნები, თუმცა უფრო აი კონკრეტულად რომ ვთქვათ ძირითადში რომელ ქვეყნებზე გან არის ვთქვათ ასე ვთქვათ უფრო მოთხოვნა, საიდან ხდება უფრო ზრდა, რასაც უყურებთ და აქვე აუცილებლად ვინდა გითხოთ დასაწყისში ვახსენეთ მარკეტინგული კამპანიების ნაწილი, აი რამდენად მიზნობრივ ბაზრებზე სწორად ჭყალებს ვთქვათ ვურტყავთ ასე ვთქვათ მიზნობრივ ბაზრებს რომ მოვიზიდოთ მეტი. ზოგადად ძალიან ესე ვთქვათ გადაბალანსდა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების ესე ვთქვათ ფორმებს რო შევხედოთ, ახლა ჩვენ ვინ შემოდის ქვეყანაში, ძალიან დივერსიფიცირებულია ქვეყნები და მომხმარებლების თავისთავად ირჩევენ ანუ მხოლოდ კულტურულ ჭრილში, ან დივერსიფიცირება გახდა თვითონ ტურიზმის მიმართულებების შერჩევა. ძალიან აქტიურად იყენებენ ღვინის ტურიზმის ნაწილს, ასევე სათავგადასავლო ხაზს, ძალიან გააქტიურდა ველნეს და ველნესის მიმართულებაზე ძალიან მნიშვნელოვანია განავითაროთ ქვეყანაში ეს ახალი ხაზი, რაც უფრო მეტად გაზრდის ტურისტების რაოდენობას. რაც შეეხება ქვეყნებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ფოკუსირებას ზოგადად ბიზნესი ყოველთვის ახდენს ევროპის ქვეყნებზე, რადგანაც ევროპა არის ის ხაზი, რაც ასევე მხარჯვარუნარიან ტურისტს ხარისხობრივ ჭრილზე თუ ვისაუბრებთ და ასევე ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა ეწყობა, სადაც ფაქტიურად ესე ვთქვათ მონაწილე ტურისტული ორგანიზაციების 50% ყველა ირჩევს მაინც ევროპულ მიმართულებას და თავისთავად ევროპიდანაც იყო ძალიან ეს აქტიური შემოსვლა, თუმცა სტატისტიკაშიც ალბათ აისახება უფრო მეტი წილი მაინც სტატისტიკური მონაცემებით, რასაც ახლა ჩვენი ასოციაციის წევრებზე დაყნობით შემიძლია გითხრათ, არის უფრო აღმოსავლეთის ქვეყნები, როგორც ესე ვთქვათ არაბთა გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, ასევე ინდოეთი და ჩინეთის ბაზრები, რადგანაც ეს პირდაპირ ავიამიმოსვლა არის პირდაპირ წესით ხელშეწყობა სწორედ იმ მიმართულების გაძლიერების, საიდანაც უფრო მეტი ტურისტი შემოდის, თუმცა ევროპის მიმართულებამ ძალიან ესე ვთქვათ, ევროპის მიმართულება სწორედ გამოცოცხლდა ამ ზაფხულის პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ გაჩნდა რამოდენიმე ახალი ავიამიმოსვლა, ძალიან მნიშვნელოვანია ბრიტანეთის ავიახაზების შემოსვლა, შვეიცარიის ახალი მიმართულებების დამატება და ასევე ევროპა, რომელიც ჩვენ აი
ზოგადად ტურიზმის განვითარება როგორც სექტორის დაიწყო, იქიდან მოყოლებული ძალიან ისე აქტიურად მოღვაწეობს ბიზნესი მაინც ევროპის მიმართულებით. კი ბატონო, პირდაპირ ჩვენები მოკლედ მაინც განსაკუთრებით კომფორტია მეორე ხა რეალურად რომ შევხედოთ ახლა როცა ჩვენ საუბრობთ მხარჯვენარიან მომხმარებელზე აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია სწორედ პირდაპირ ყველა კატეგორიის მაღალ მხარჯვენიან ტურისტს ალბათ სხვა ავიაკომპანიასაც ირჩევს. ამიტომ ასევე მნიშვნელოვანია რომ ყველა ტიპის ავიაკომპანია დააფრინავდეს. ხშირად არის ხოლმე მაგალითად ახლა EasyJet თუ დააფრინავს პირობითად ბრიტანეთთან, მაგრამ British Airways-ი რა თქვინდა, თქვა, მაგრამ ეს არის სხვადასხვა ალბათ კატეგორიის სეგმენტი არის აბსოლუტურად განსხვავებული, აქ ფასთა სეგმენტია განსხვავებული, თავისთავად მომხმარებელი ებმის ამ ფასებს იმ კატეგორიის მიხედვით, როგორი ხარჯველი წელით გამოირჩევა. რაც შეეხება ზოგადად ეს მარკეტინგული კამპანიების ჭრილში, ძალიან ისე აქტიური ბიზნესი ძალიან გააქტიურებულია. აი თვის მანძილზე, წელიწადში რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, ესე ვთქვათ, ქვეყანა როგორც საქართველოს წარსდგება და თავისთავად ამ ქოლგის ქვეშ, ერთიანი ქოლგის ქვეშ იღებენ მონაწილეობას ტურისტული ორგანიზაციები და აქ მთავარი ფაქტორის გახლავთ თვითონ ტურისტული ორგანიზაციები ინდივიდუალურადაც ჩადიან ამა თუ იმ ქვეყანაში პრეზენტაციებს მართავენ და ესე ცალკეც მართავენ. ჩვენი ასოციაციის ჭრილშიც ვეხმარებით კერძო სექტორს, თვითონ ბიზნესი ახსულა ხალხად ჩამოვედით თურქეთის საერთაშორისო გამოფენიდან ტურიზმის, სადაც 16 კომპანია იღებდა სრულიად, ესე ვთქვათ, მოსასყიდლად მონაწილეობას საქართველოსთან ჩვენი ასოციაციის წევრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც თურქეთის მხარესთან ერთ-ერთი უმსხვილესი ტურიზმის ასოციაცია არსებობს თურქეთში, ეს არის ტურსაბი, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი და ამ მემორანდუმის ქვეშ თურქეთში არსებულ სხვა ტურიზმის გამოფენებში იქნება მიწვეული ტურიზმის ასოციაციის წევრები, ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. კი ბატონო, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენი თანამშრომლობა ამ კუთხით და აი გამოფენებზე ვახსენეთ სხვა ფორუმებზე, ჰონკონგში გამართულ ერთ-ერთ ფორუმზე, საავიაციო ფორუმზე, როცა ვართ 2025 საქართველოს მოექცა, თბილისი მოექცა ყურადღების ცენტრში და EasyJet-ზე საუბარი როგორც ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. ზოგადად აი რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ეს გამორჩევა ხდება ხოლმე. იმიტომ რომ ახლა ხშირად არის ხოლმე გამოფენებზე და მიზნობრივ ბაზრებზე ჩვენ ვისაუბრეთ და აი თქვენი დაკვირვებით აი როდესაც ასეთი გამოფენები აი ამის შედეგების გადმოთარგმნა თუ ხდება ხოლმე შემდგომ რეალურად. დიახ, ზოგადად გამოფენა რა არის? აქ არის ერთი მხარე, რომელიც ყიდულობს სერვისს და იჩენს ახალ პარტნიორს და თავისთავად პარტნიორები ხვდებიან ადგილზე, ამა თუ იმ ქვეყანაში როცა ჩადენ, ან შეიძლება იყოს კერძო ინიციატივა, ან მსხვილი ბიზნესები, რომლებიც მისწრაფვიან, რომ ხელშეკრულებები გააფორმონ ახალ მიმართულებებთან. ჩვენ საქართველოს გამოვირჩევით და ყოველთვის აინტერესებს მომხმარებელს როგორც ახალი დანიშნულების ადგილი და მათთვის არის ამოუცნობი ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მარკეტინგული აქტივობები კეთდება, საქართველოს მაინც ახალი დანიშნულების ადგილია ახალი მომხმარებლისთვის. ეხლა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სრულიად გერმანია მოგზაურობს ჩვენთან, ხო? ანუ ეს გაძლიერება აუცილებელია მარკეტინგული კამპანიების იმისთვის, რომ იმ ახალ მომხმარებლამდე მივიდეს, ესე ვთქვათ, ინფორმაცია. რა თქმა უნდა, როცა ტურისტული ორგანიზაციები ჩადიან ამა თუ იმ საერთაშორისო გამოფენებზე, იქ ხდებათ იმ ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციები, რომლებიც უკვე თავად ზრუნავენ მათ ქვეყანაში გაწიონ, ესე ვთქვათ, პოპულარიზაცია საქართველოს როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, თავაზობენ სხვა ტურებს, პაკეტებს თავისთავად და ეს შეიძლება იყოს უკვე მიმართულებების მიხედვით დაინტერესება. ხა ევროპის ქვეყნებს ძალიან აინტერესებთ, როგორც კულტურული ტურიზმი, ასევე ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ როგორც ეკომიმართულებებზე, სათავგადასავლო ხაზი მათთვის არის ძალიან ესე ვთქვათ საინტერესო ხაზი და თავისთავად ტურისტული კომპანიებიც ფოკუსირებას ახდენენ მათ მოთხოვნებზე. ოღონდ მანამდე ხდება შესწავლა, მათი გემოვნების, მოგზაურობის ისტორიების და ესე შემდეგ. ანუ ქვეყნებზე ორიენტირება ნიშნავს იმას, რომ მათი ქცევის წესებიც უნდა იყოს, ესე ვთქვათ, მოპოვებული, შესწავლილი, რადგანაც დანახარჯი ბიზნესის უნდა იყოს გამართლებული. და თავად ამაზე აგებული ურთიერთობა უკვე ქმნის იმ შედეგს, რომელიც უკვე სეზონზე გამოირჩევა ქვეყნის
შემოსული ტურისტის ფონზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ეს კომბინაცია და კოლაბორაცია საერთაშორისო პარტნიორებთან სწორედ იწყება იმით, რომ მე საქართველოზე ხდება აქცენტირება და საქართველოს პრიორიტეტებში როცა ექცევა, იქ უკვე შედეგით, ესე ვთქვათ, დამაკმაყოფილებელია. კი ბატონო, და მართლაც აი რამხელა შრომა დგას თითოეული, ასე ვთქვათ, მოზიდული ერთი ადამიანის უკან, ასე რომ ვთქვათ. სხვა შორის ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი მარიამ ქუმიშვილი იყო ჩემი სტუმარი იმედზე ამ შემთხვევაში ბიზნეს ინსაიდერში. და რამოდენიმე საინტერესო მიმართულებაზე ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა, ტურიზმს ვერ ავწდებოდით მე თუნდაც ქალბატონ მინისტრთან. და ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც აღნიშნა ქალბატონ მარიამმა, იყო ჩინეთის მიმართულება, როგორც ისეთი გამოკვეთილად ახალი სამიზნე მიმართულება. ამ კუთხით რა პერსპექტივებს ხედავთ? მე სხვა შორის მომხვდა თვალში ასევე რამოდენიმე ჩინელი ბლოგერის, ასე ვთქვათ, ინფლუენსერის საქართველოში ვიზიტი. რამდენად საინტერესოა, ვთქვათ, აი ამ კუთხით ბაზარი, როგორც ხარჯულნარიანობის კუთხით, ისე ზოგადად. დიახ, ზოგადად მსოფლიოში აღიარებულია ჩინელი მოგზაური. ეს გარდა იმისა, რომ ესე ვთქვათ, ჯგუფურად გადაადგილდებიან, აქ სეგმენტაცია ხდება და ქვეყნები ირჩევენ სწორედ იმ სეგმენტს, რომელიც ჩინეთში აინტერესებთ და თავისთავად შეთავაზების ფორმაც არის განსხვავებული. კი, ჩვენთან ახლა ამ შემთხვევაში მომგებიანია ის, რომ გვაქვს პირდაპირ ავიამიმოსვლა და თან მათი ინტერესი ამ კუთხით იზრდება, მათ აინტერესებთ როგორც კულტურა, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში აქცენტს აკეთებენ ღვინოზე, ღვინის ტურიზმზე და ეს გამორჩეულად ტურისტული კომპანიებიდან ინფორმაცია შემოგდის. თავისთავად ჩინელი მომხმარებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა მოხდეს სწორი წარდგენა ქვეყნის. რამდენად საინტერესოა მათთვის ქვეყანა თუ მხოლოდ რაღაც სამოგზაურო დანიშნულების ადგილი და მეტი არაფერი. აქ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენ მომხმარებელს, სწორედ ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული მომხმარებელი მოვიზიდოთ და ასევე ჩინელი მომხმარებელი, რომელსაც უნდა დახარჯოს გარკვეული თანხა ჩვენი მოსახლეობის სასარგებლოდ და იმ ბიზნესების სასარგებლოდ, სადაც ჩერდებიან, ხო, სადაც ჩამობრძანდებიან. ჩინელი მომხმარებელი ძალიან მნიშვნელოვანია, დაუცებად უნდა განისაზღვროს სეგმენტაცია, სწორედ იმ მაღალმხარჯველ მომხმარებელზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ინდოეთის თემა არის კიდე ამ კუთხით. აბსოლუტურად იგივე შემიძლია გითხრათ ინდოეთზე, ზოგადად ჩვენი ქვეყანა ვერ არ პოზიციონირებს როგორც მასიური ტურიზმის ქვეყანა. ჩვენ არ ვართ ამისთვის მზად და ვერც ქვეყანა დაძლევს ამ გამოწვევას, რადგანაც მასიური ტურიზმს მოსდევს სხვა გამოწვევები, რომელიც მთლიანად ცვლის ქვეყნის, ასე ვთქვათ, ფოკუსირებას და თავისთავად ბევრი გამოწვევა რჩება, როცა მასიური გადინების შემახალ ქვეყნები გადაეწყო. ევროპის ქვეყნები არ ჭირდებათ ეს მასიური შედინება ტურიზმის და განსაკუთრებით ჩვენ ხო სტრატეგია ევროპაში მასიური შედინება. უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა, ახლა იტალიიდან დაწყებული ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს, რომ ეს მასიური ტურიზმისგან დაიცვას თავი. ეს არის სწორედ აი მდგრადობის ერთ-ერთი კომპონენტი, რომ ქვეყანა, ქალაქი, სოფელი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რომელიც დღეს არსებობს და არ მოხდეს ზედმეტად დანაგვიანება, კულტურული ძეგლების დაზიანება და ეს ყველაფერი ძალიან საყურადღება მასიურ ტურიზმს თან ახლავს. კი ბატონო, და ბოლოსკენ აუცილებლად მინდა გითხოთ ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულად ასოციაციის შესახებ. მაინც მინდა გითხოთ თქვენი გეგმები როგორია, როგორც ასოციაციის გაძლიერების მიმართულებით, ისე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის კუთხით და რა თქმა უნდა იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რომელიც გაქვთ. საინტერესოა თქვენი მოლოდინები ასევე წლის ბოლომდე კიდევ რასვლებით. მადლობა შეკითხვისთვის. ასოციაცია აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას. ჩვენ ახლა მუშაობთ მომდევნო 5 წლის სტრატეგიაზე, რომელშიც განისაზღვრა როგორც აღნიშნე წევრების ეს ასოციაციის სტრატეგიაზე ასოციაციის სტრატეგია, რომელიცაც მუშაობთ სწორედ წევრების, ასე ვთქვათ, მოლოდინები, რომ გამართლეს ასოციაციაში წევრები, სწორედ მათზე ფოკუსირებულ აქტივობებს განვახორციელებთ. ახლა ამ ეტაპზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გვაქვს. ახლა ამ ეტაპზე ეს არის განათლება, ეს არის სტანდარტები, ეს არის გაციფრულება ბიზნესებს და ამ სამივე ღონისძიება აქტივობას უფრო სწორად მიუძღვენით ძალიან დიდი ღონისძიება, წელიწადში 3 საერთაშორისო ღონისძიება გვაქვს განსაზღვრული, ერთი სულ რაღაც ერთი კვირის უკან დასრულდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი
საყურადღებო აქცენტები გაკეთდა სწორედ ახლა ეს იყო სტანდარტები ტურიზმში, რომელიც პირდაპირ წესით მხოლოდ რეკომენდაციებზე დაყრდნობილი და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი ღონისძიება. მიუხედავად იმისა, რომ განათლება და ტურიზმი ცალკე გვაქვს ჩვენ ეს ღონისძიება, რომელიც პირდაპირ ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე საუბრობთ, როგორც განათლების და ტურიზმის კოლაბორაციაში, ასევე ზოგადად პროფესიული განათლების როლზე ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით თქვენ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად კი, ძალიან მთლიანად განათლება დღეს სერვისზე ორიენტირებული გახლავთ ტურიზმი, სერვისია და თავისთავად პროფესიული განათლება ერთ-ერთი მოდის მნიშვნელოვანი. კადრები, რომლებიც აი ტურიზმის მიმართულებით, ასე ვთქვათ, შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებენ, ასე ვთქვათ. კი, სწორედ ეს გახლავთ გამოწვევა, რაზეც ჩვენ საუბრობთ, განათლების ხარისხი, პროფესიული კოლეჯების ხარისხი განათლების ჭრილში, აქ განისაზღვრა ორი სხვადასხვა ხაზი, ანუ არის გრძელვადიანი პროგრამები, რომლებიც ასე ვთქვათ, სადიპლომოა და არის მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც უცებ ჭირდება, ასე ვთქვათ, ჩვენს ბიზნესს, რადგანაც მოგეხსენებათ სეზონზე ჩდება კადრის პრობლემა და ამ კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თვითონ ბიზნესი იყოს ჩართული განათლების ნაწილში. ბიზნესმა აუცილებლად უნდა იყოს პასუხისმგებლობა, რადგანაც ჩვენი ეკონომიკა რა არის? ჩვენი ეკონომიკა არის განათლებაზე დაფუძნებული. ამას ვიზიარებთ ჩვენ, მე გვესმის და განათლების გარეშე ტურიზმი ნამდვილად ვერ წავაწყენ, რადგანაც სერვისზე ორიენტირებულია, როგორც აღნიშნეთ და თავისთავად ვჭირდება ნამდვილად სწორი პოზიციონირება ამ კუთხით, განათლების ნაწილში აუცილებლად პროფესიული განათლების გაძლიერება, მეტი ახალი პროგრამების შემუშავება და სწორედ ბიზნესმა უნდა შეძლოს. ჩვენ როგორც ასოციაცია ამის ასე ვთქვათ შუა რგოლს ვიჭერთ იმისთვის, რომ ეს თანხვედრა მოხდეს ასე ვთქვათ საჯარო ინსტიტუტებს, ანუ გულისხმობ პროფესიულ კოლეჯებს, როგორც საჯარო ასევე კერძო ინსტიტუტებს და კერძო სექტორს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს შუა რგოლი, ასე ვთქვათ, ვინაიდან მნიშვნელოვანია სწორედ დაკავშირებადობის უზრუნველყოფა და ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი საქმიანობის ასოციაციის საქმიანობისთვის, მართლაც ყოველთვის საინტერესოა თქვენი ღონისძიებები და თქვენი აქტივობები. ალბათ ნატა კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი იყო დღეს ბიზნეს ინსაიდერის სტუმარი. ჩემი სტუმარი, მე ვფიქრობ, ყველაზე ძირითადი საკითხი მოვიხილეთ და რა თქმა უნდა, ალბათ წლის ბოლოსაც უნდა დაუბრუნდეთ, აუცილებლად რომ უფრო მეტად შევაბასოთ წლის ჭრილში მიმდინარე ტენდენციები. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ჩვენ ტრადიციულად დავუბრუნდებით 4 შაბათს საინფორმაციო 30-იანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. დიდი მადლობა რომ გიყურებთ და გვისმენთ.